ღამემშვიდობისა ბავშვებო, მე ვარ ნინო მარგველაშვილი. დღე 32 და დღეს უნდა წაგიკითხოთ წიგნი, რომლის სათაურიც არის რძიანი შოკოლადი, por favor. რძიანი შოკოლადი თუ შეიძლება. ეს წიგნი ზეიმობს მრავალფეროვნებას, ემპათიით. წიგნის ავტორი არის მარია დისმონდი და ილუსტრაციები ეკუთვნის დონა ფარელს. რძიანი შოკოლადი და ფეხბურთის ბურთი. ავტორი მარია ამ წიგნს უძღვნის თავის მოსწავლეებს, ძველს და ახალს. მადლობა შთაგონებისთვის და მუდმივად რომ მახსენებთ, რომ რძიანი შოკოლადი მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის. ხოლო დონამ ეს წიგნი მიუძღვნა თავის დედიკოს და მადლობას უხდის, რომ ყოველ დღე სკოლაში წასვლამდე რძიანი შოკოლადიან რძეს ურევდა ჭიქაში. ეს ჩემს შემოქმედებითობას ძალას აძლევდა. ჯონი სკოლაში მიდიოდა სკოლის პირველ დღეს და ახალი მოსწავლე დაინახა. ბიჭი ტიროდა და დედიკოსზე ხელები ჰქონდა ჩაჭიდებული. ურა ბავშვია, გაიფიქრა. დედიკომ რაღაცა ჩაშჩურჩულა ბიჭს. სიტყვები, რომელიც ჯონისთვის გაუგებარი იყო. Delicioso. ბიჭმა ტუჩები გაილოკა, როდესაც დედიკომ ხელში შოკოლადიანი რძე გაუწოდა. რძიანი შოკოლადი. უკვე სკოლაში ვართ. მე 8-ზე უკვე გაკვეთილი იწყებ. მიესალმეთ გეიბს. ის ჩვენი კლასის ოჯახის ახალი წევრია. თავდაპირველად ის ვერ გაიგებს ჩვენს სიტყვებს. დაფიქრდით, რა შეგიძლიათ თქვენ რომ გააკეთოთ მის დასახმარებლად. გამოაცხადა ჯონის მასწავლებელმა ღიმილით. ჯონის არ გაუღიმია. მას არ მოსწონს ბიჭები, რომლებიც ტირიან. საიდან არის ეს ბიჭი? ხელუკაზე აჩვენეს კიდეც. ბრაზილიიდან ჩაფრინდა ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ ჯერ ენა არ იცის, ხო? მაგრამ მასეულ მოთხა, რომ იფიქრეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ დაეხმაროთ მას, სანამ ისწავლის ჩვენს ენაზე საუბარს. კითხვის დროს გეიბი ჯონის გვერდით იჯდა. ჯონიმ თავისი წიგნი კერტთან ახლოს მიიწია. მე არ ვაჩვენებ ამ წიგნს, გაიფიქრა. ტირალა. ჩაშჩურჩულა ჯონიმ გეიბს. გეიბს არაფერი უთქვამს. უკვე ტრაპეზის დრო იყო და გეიბმა ჩურჩულით უთხრა დამხმარეს. Leite con chocolate, por favor. ბიჭი, რომელიც მის უკან იდგა, ხმამაღლა გამოაცხადა. მე ვფიქრობ, რომ შოკოლადიანი რძე უნდა უმასო. ჯონი უყურებდა თავისი მეგობარი, როგორ ეხმარებოდა გეიბს და ამ დროს ხმამაღლა უთხრა. შეხედე, ჩვენაერი არ არის. ვერც კი უკვეთავს ტრაპეზს. ჯონი იჯდა და თავის ლანჩს მირთმევდა. გეიბი კი მარტო იჯდა და სვამდა შოკოლადიან რძეს. შესვენების დროს ჯონი აღმოაჩინა, რომ გეიბი ძალიან რთულ ილეთს და მოძრაობას აკეთებდა ფეხბურთის. იმ ილეთს, რომელსაც თვითონ ჯონი ძალიან დიდი ხანი ცდილობდა კვირების განმავლობაში, რომ დაემხეცებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. და გაგიჟდა, რომ დაინახა. ესე იგი, თავზე უნდოდა, რომ
თავით ეტარებინა ბურთი. ეი, ჩვენ გუჩი შემოგვიერთდი. დაიყვერა გოგონამ და გეიბს გახედა. გეიბი არ გამოძრავდა, სანამ გოგონამ ხელით არაჩვენა, რომ მისკენ მოსულიყო. გეიბმა ჯონსაც დაუქნია ხელი, სანამ გაიქცეოდა მოედნისკენ, მაგრამ ჯონი არ შეიმჩნია. გუნდმა ხელები დაჰკრა თავის ახალ გუნდის წევრს. შეხედე, ფიქრობს, რომ ალბათ ძალიან მაგარია. თავის თავს უთხრა ჯონიმ და ცრემლებს იკავებდა. მაგრამ მე არ ვიტირებ, არ ვიქნები მტირალა. ჯონის ყბა ჩამოუვარდა. მოიცადე, რატომ ეკცევიან ისე კარგად გეიბს? რა არის სახალისო იმაში, რომ საერთოდ ლაპარაკიც კი არ იცის? მთელი კვირის განმავლობაში ჯონი აკვირდებოდა გეიბს შორიდან. გეიბი ყოველდღე მოდიოდა სკოლაში. ის ჯერ კიდევ ვერაფერს ამბობდა ინგლისურ ენაზე, მაგრამ ახალ რაღაცებს ცდიდა. კვირის ბოლოს ჯონი უკვე მარტო იჯდა მაგიდასთან. გეიბი კიდე გარშემორტყმული იყო გოგოებით და ბიჭებით, რომლებიც იცინოდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ ამბებსა თუ თავიანთ საკვებს. ნახე, ერთ კლასში ხო, რამდენარი განსხვავებული მოსწავლე არის. ზოგს რა ფერის კანი აქვს, ზოგს როგორი თმა აქვს, ალბათ სხვადასხვა ქვეყნებიდანაც კი იყვნენ ჩასულები. იმ დღეს შესვენებაზე გეიბმა ბურთი ჯონს გაუგორა. ჯონიმ თავი გააქნია. არაო. გეიბმა რაღაცნაირად ისევ რთული ილეთი გააკეთა ფეხებით. რა რთულია, როგორ აკეთებ? კითხა ჯონი. გეიბმა აჩვენა ეს მოძრაობა ყოველ ჯერზე ისევ თავიდან და ბოლოს გამოუვიდა ჯონისაც. Yes! დაიყვირა ჯონი. გეიბი გაიღიმა, გაებადრა სახე და ზურგზე დაკრა. ოჩახ. ჯონი სახლისკენ სკოლიდან სახლში რომ ბრუნდებოდა, გეიბი ჩუმად მის გვერდით მიდიოდა. და იმ მომენტში უცბად ჯონის თავში რაღაცამ გაუველო. მიხვდა. ეს საშინელი განცდა ფრუსტრაციის და ნერვები რო გაკმოშილი, ტირილი რო გინდა, იმიტომ რომ ვერ აკეთებდა და არ გამოსდიოდა ფეხბურთის ის ილეთი, ხო? რასაც ამდენი ხანი ცდილობდა. ჯონი ალბათ ზუსტად ამას გრძნობდა გეიბი, როდესაც ახალ ენას სწავლობდა. მე ხომ გამომივიდა. ბოლოს და ბოლოს ვისწავლე, როგორ უნდა შევასრულო ეს რთული ილეთი. და გეიბსაც გამოსდის. ჯონი დაიჯერა. ხანდახან მგონია, რომ ვიღაცას რაღაც რო არ გამოსდის, ხო? სკოლაში მაგალითად, არ ვიცი, მათემატიკაში ვერ ხსნის დავალებას, ხანდახან შეიძლება ფიქრი გაგვიშვას, რომ ფუ ეს რანაირია და მე ამასთან არ ვმკრდი და რაღაცა. ხო? მაგრამ ნელ-ნელა აღმოაჩინა ჯონიმ, რომ რაღაცები ჩვენც არ გამოგვდის, მაგრამ თუ ვიღაც ისეთი სხვანაირად გასწავლის, გაჩვენებს, მოგეხმარება, მხარს დაგიჭერს კიდევ ერთხელ, მე გამოგივა. ანუ ის რო არ გამოგვდის რაღაცა, ეგ არაფერს არ ნიშნავს ჩვენზე რა. და ნელ-ნელა მოეშვა ჯონი, ხო? და მიხვდა, რომ არაფერს არ ნიშნავს ის, რომ გეიბი არ ლაპარაკობს ჩვენ ენაზე. მე რა ესეც სწავლობს და უეჭველი გამოუვა. და მე უფრო ადვილი გახდება ურთიერთობა მეორე ადამიანთან. მეორე დილით გეიბი სკოლისკენ მიდიოდა, როდესაც ჯონიმ ხელი დაუქნია. ჰეი! და გეიბს შოკოლადიანი რძის ყუთი გადასცა. ვიცი, რომ ეს შენ ყველაზე მეტად გიყვარს. დაამატა ჯონი.
მადლობა უპასუხა გეიბმა. ჯონი და გეიბმა გაიღიმეს. დღეს არაჩვეულებრივი დღე იქნება. ჯონი მისწავლა, რომ შენი ქმედებები უფრო მეტს ამბობს, ვიდრე შენი სიტყვები. მან გაიგო, რომ მეგობრის ყოლა ნიშნავს, რომ პირველ რიგში ჯერ შენი იყო მისი მეგობარი. და მეგობრის ყოლა ჯონისთვის მთელ სამყაროს ნიშნავდა. ანუ ის, რომ შენ მეგობარი გყავს, ხო? ჯონისთვის იყო, არ ვიცი, აი მთელი სამყარო. დიდი რა. დასასრული. ეს ნამდვილი გეიბი არის, გაბრიელი, რომელიც რომელმაც ძალიან დიდი სიმამაცე და სიძლიერე გამოაჩინა, იმიტომ რომ წარმოიდგინე ბრაზილიიდან, იმიტომ რომ მამა სამუშაოდ წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოყვა მამიკოს თავის ოჯახთან ერთად და საერთოდ არ იცოდა ინგლისური ენა. და ესე დაიწყო სკოლაში სიარული უკვე, წარმოიდგინე. და რამხელა სიმამაცე გინდა და გამბედო, რომ ყველა სხვა ენაზე ლაპარაკობ. შენ არ იცი, რაღაცების თქმა გინდა აჩვენო, რომ შენც იცი რაღაცები, ან გეხუმრობა გინდა, მაგრამ არა და არ დანებდა, არც დამწუხრებული არ იყო, ხო? აგრძელებდა. და ეს ავტორი ამბობს, რომ გაოცებული ვიყავი ჩემი მოსწავლეები, როგორ ეხმარებოდნენ გეიბს, რომ ახალ სკოლას შეგვებუდაო. პატივსცემდნენ მის განსხვავებებს და მისგან სწავლობდნენო. და ბოლოსო ისიც კი გავუკეთეთ, რომ კლასშიო აღვნიშნეთ ჩვენი მრავალფეროვნებაო რა. ვიღაცა ბრაზილიიდან იყო, ვიღაცა იტალიიდან იყო, ვიღაცა შავკანიანი იყო და აფრიკის რაღაც ბებია ვთქვათ, არ ვიცი, ნიგერიიდან იყო, ხო? მოკლედ ეს ავტორი ამბობს, რომ ჯერა რომ ჩვენ კეთილის საქმეები ბევრად უფრო დიდ რამეს აკეთებს, ვიდრე კეთილი სიტყვებიო და ეს მე ჩემი თვალით ვნახეო, როდესაც გეიბს მთელი ჩემი კლასი ეხმარებოდაო. ეს იყო და ეს გაუმარჯოს მრავალფეროვნებას, ვიღაცა იმერელია, ვიღაცა გურულია, ვიღაცის ბებია ბაბუა რაჭაში ან სვანეთში ცხოვრობს, ხო, ვიღაცა მეგრულად ლაპარაკობს, ანუ ძალიან საინტერესო და ლამაზი არის, ხო? ვიღაცას ამ ფერით მაქვს, ვიღაცას საერთოდ თმა არ აქვს, ხო? და მე რა, ყველა სხვადასხვანაირი ვარ და საინტერესო რომ გავიგოთ ვინ როგორ ცხოვრობს. ეს იყო და ეს ძილინებისა შევხვდებით ხვალ.